მეგონი ბუნებრივად მივოდექით ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს ერთია რომ ივანიშვილი და ოცნება ეცდება მუდმივად ინიციატივა მის ხელში იყოს ალბათ ახალ წლამდე ერთი დღით ადრე ამის გაკეთებად მათ შორის ამასაც ემსახურებოდა რადგან შეიძლება ცოტა ხატოვნად ნათქვამია მაგრამ 2024 წელს ქართული ოცნება ვერანაირი ლოგიკით ვერ მოიგებს თუ ოპოზიციამ არ წააგო აი ამ შემთხვევაში ივანიშვილის ეს გამოჩენა რა სიგნალი უნდა იყოს ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეებისათვის განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მიღმა იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობამ კაფეოდ გამოკვეთა თავისი სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის ეჭვი მაქვს უბრალოდ შაბათ-კვირა დაემთხვა და ის წერილს ვერ გამოვაგზავნი და ამ დღეებში თორე ერთ-ერთი პირველი იქნებოდა ვინც რაღაც პოზიციით შეეხმიანებოდა ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ფაქტია რომ გარკვეული ხასიათს ეს პოლარიზაცია მკვეთრს კიდევ უფრო მეტად მიიღებს იმიტომ რომ ბიძინაც უკვე ღიად არის შემოსული რაც სხვა პოლიტიკურ პარტიებს დამატებით პრობლემებს უქმნის პოლარიზაციაში კვლავ ხმები არ გაიწოვოს მე ვფიქრობ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა უკეთესია ვიდრე იყო თქვათ რამდენიმე წლის წინ გეთანხმებით თემაში მე მგონი ზუსტი ფორმულა არის ოპოზიციას შეუძლია წაგება მოგება შეუძლია ოპოზიციას და წაგება შეუძლია ოპოზიციას ჩვენი ამომრჩეველი არის ოპოზიციური მის უმრავლესობაში 20 წლის არჩევნები 21 წლის არჩევნები კვლევები შედეგები ყველა გვეუბნება რომ ამომრჩეველი არის უმრავლესობაში ოპოზიციური და ოპოზიცია არის სახელმწიფო მისი ქმედებებით გარდა იმისა რომ რაღაცა აკლია რა თქმა უნდა ბევრი თემა ოპოზიციას მაგრამ ამას გარდა კონფიგურაცია რა აქვს შესაბამის 21 წლის არჩევნებში 20%-ია იმ პარტიების ხმების ჯამი რომლებსაც 4%-ზე ნაკლები მიიღეს 20% 4-ზე ნაკლები 4-ზე ნაკლები 10%-ია ის ხმები, ვინც 2.5%-ზე ნაკლები მიიღო და მანდატი ვერ მიიღო თბილისის აკრეში, 2.5% იყო ბარიერი. 4-ზე ნაკლები არის ქვევით. აი ახლაც Edison Research-ის აი ამ თქვენი ბოლო კვლევითაც მე ალოკაციაზე ჩემი პოზიციები მაქვს, მე მგონია რომ ნედლი რიცხვები არის კარგი და საჭირო, ხო, მაგრამ ნედლი რიცხვები ყველა პარტიას ეგზავნება ხოლმე საიდუმლოდ არის და ხო. ანუ ყველა დაინტერესებული ჩვენ უბრალოდ მაყურებელი რომ არ შევიყვანოთ შეცდომაში ორი ციფრი არ დაუსახელოთ პარტიას. მესმის. ალოკაციით და თავარი ამბავი რაც არის ეგ შიშის ვიცი საიდან მოდის კოვიდის პერიოდში კვლევები ტარდებოდა ტელეფონით და იყო ძალიან დაბალი პასუხები და ეხლა ეგრე აღარ არის. ანუ 60%-ის ალოკაცია აღარ ხდება ხოლმე. 24% იყო ჩვენს გუშინდელ კვლევაში მაგალითად ალოკაცია სულ ესამე. პარტიებს თუნდაც თქვენს ესეთი ვითარება ანუ ხო გავიგე, თუმცა ეს 24% სულიად საკმარისია რომ ბარიერის ქვევით აღმოჩნდეს რამდენიმე ბარიერი. ამიტომ თუმცა მეცნიერული მეთოდია ეს ალოკაცია. არა, მე მაგას კი არ ვდობ. მე ვამბობ სწორედ ამომრჩეველი მაყურებელი რომ ხედავს რომ მაგალითად ნიკამელია რო შექმნის პარტიას აი ნიკა გვარამიას აპირებს პარტიის შექმნას ამ ვითარებაში ნიკა მელიას პარტიაზე ხო ვიცით რომ 100-ზე მეტი მაჟორისა საკრებულოს წევრი ყავს უკვე ფიქსირებული და დეკლარირებული ხო ვიცით რომ ეს უცებ შემოვა რომ ლავრად შემოდის პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში რა თქმა უნდა თქვენი მომდევნო რაღაცა კვლევის დროს ნიკა მელია გაჩნდება იქადა რომ გაჩნდება ის პარტიები რომლებიც გამოცხადებული ახლა რომ 5% აქვს და ცოტა მეტიც ისინი დაიწევენ ბუნებრივია ქვევით ამიტომ უნებურად არ გამოვიდეს გადაუწყვეტელი და არ ვიცი ამომრჩეველი წაიყვანოს ნახოთ შევხედოთ მე ძალიან კეთილგანწყობილ ლაპარაკობ ბუნებრივია როცა ბატონმა გეორგიმ გუშინ ხაზი გაუსვა იმას რომ პატარა პარტიების ვინც ბარიერის მიდამოებშია მხარდამჭერთა 50%-ისთვის არ არის ყარად გადაწყვეტილი რომ ამას აძლევს ხო ანუ იმ 50%-ისთვის ახალი ოპოზიციური პარტია მელია იქნება თუ გვარამია იქნება თუ რომელიმე სხვა იქნება ესენი მოლოდინის რეჟიმში არიან და მაინც აკვირდებიან კი რა თქმა უნდა ამიტომ ვამბობ ხოლოდ რომ უბრალოდ ბანდავით მან შეიძლება ერთი არგუმენტი იყოს ჩვენ ძალიან დიდი სიხშირით ჩავატარებთ ამ კვლევებს და ანუ დღეს რომ არჩევნები იყოს ამ სურათს დავდებთ თვეში ერთხელაც ამიტომ მაგას დააკვირდება საზოგადოება მე თუ მაგ ჩემი 4% იქნები რჩევნია რომ ყარად ვიცოდე და ხალხმა იცოდეს 4% მაქვს უკვე ზარდი ვარ და 4% მაქვს ვიდრე გამომიცხადო 5.5 და ერთ თვეში გამომიცხადო მე 4
ან სამნახევარ. ამას ვამბობ, მეტი არაფერს. საერთო იდეაში რამ შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს, ხო, ერთადერთ პარამეტრს ჩემი აზრით, თუ არ იქნება ნათელი თითოეული აქტორისთვის ოპოზიციურ მხარეს მიზანი რა არის საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილება არის ეს მიზანი თუ ეს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანია ეს ამბავია და ამიტომ როგორი პროცესი წავა ფიქრობთ რომ იქნება მე ვფიქრობ ახალი ოპოზიციური პარტიები იქნებიან მათ შორის კონკურენტუნარიანი პარტიები ერთი სრულიად გამოკვეთილია ეს ნიკა მელიას პარტია რომელიც უცებ შემოვა როგორც ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობის შემდეგ გახარიას სერიოზული კონკურენტი პარტია და ყველა სხვა პარტიაზე წინ ჩაჯდება. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, იქედან გამომდინარე, რამდენი თქვა საკრებულოს წევრი და მანდატი, რამდენი ხმა აქვს მას აღებული. ნიკა გვარამიამ თქვა რომ მარტო არა, ის აპირებს საინტერესოებად ერთმანეთი. ბუნებრივია ხა ნიკა გვარამიასაც თქვა ჯაფარიძე ხოშტარიაც ახსენა ნიკა, ხო? ანუ ნიკაც ბუნებრივია ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაცა კონტაქტები იყო რაღაცა ვერსიები ну აგერ ელენე ზურა თვითონ ახსენა ნიკა მელიასთან რაღაცა პარტნიორობას ლაპარაკობდა და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი და ნორმალური პროცესი. ამიტომ ახლა სხვის ნაცვლად ბუნებრივია ვერ ვილაპარაკებ, რაც არ ვიცი, იმას არ ვილაპარაკებ და ჩემი ვერსიებით ახლა ვინ ვისთან უფრო ახლოს იქნება, არ ვიცი, ერთი რაც ვიცი, რასაც ვხედავ იმას, რომ მელიას პარტია არის ძალიან მზარდი. დანარჩენებს ყველას წარმატებას უსურვებ ამ კონფიგურაციით, ან იმ კონფიგურაციით. ჩემთვის თავარი ის არის, ამას ვლაპარაკობ სულ. ის კი არ არის არსებითი, საერთო აი კითხვა რო დასვით. მოგება გვინდა თუ ოპოზიციაში თავის დამკვიდრება გვინდა. სტრატეგია აღმაშენებელი ნაციონალური მოძრაობა და დავიმახსოვრე დიანა ტრაპაიძისთან ეთერში პროგრესი და თავისუფლება, მაგალითად, რაც არის ოქრიაშვილის პარტიის სახელი. სუბიექტია ნაციონალიზმის ბლოკის. ხო? აი ეს მინიმუმ მესამე პარტია, ეს არის დე-ფაქტო კოალიცია 5 ნომრის, ან მიშა სააკაშვილის ლიდერობით 5 ნომრის დე-ფაქტო კოალიციაში ეს 3 პარტია არის და ალბათ კიდე სხვაც იქნება. დე-ფაქტო კოალიციები შეიქმნება სხვაც. ნიკა მელიას პარტიაც დე-ფაქტო კოალიცია თუ გახდება, ეს დე-ფაქტო კოალიცია სხვა ფორმით შეიძლება იყოს. აი რო ლაპარაკობს ნიკა გვარამია, ხო? თუ რაღაცას აპირებს ნიკასთან, ან ელენესთან და ზურასთან, ან რაღაცა ფორმით ეს დე-ფაქტო კოალიციაზეა ლაპარაკი, ხო? იმიტომ რომ ერთი პარტიის სახელით გადის ხელისუფლება მნიშვნელოვანი ეს არის. ჩვენ ამოვხსენით ამოცანა. გამარჯვების ფორმულა არის პატარების დიდი გაერთიანება. ერთი ან მაქსიმუმ ორი. ბარიერ გადამლახველი და ბარიერ ნაციონალების გარდა კიდევ ორი? ნაციონალების და გახარიას გარდა კიდევ ორი. ეს არის მაქსიმუმი. არც ერთ 90 წლიდან მოყოლებული. ერთ-ერთი გამონაკლისი იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები, რომელიც შედეგები გაუქმდა. არც ერთ არჩევნებში საქართველოში ხელისუფლების ძირითადი ოპონენტის გარდა კიდე ერთადერთი შემთხვევა იყო ორ პატარა პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გადალახოს 4-ს არ გადაულახავს არც ერთი სტატისტიკურად შესწავლება. ანუ ერთი ხელისუფლება, 3 ოპოზიცია, ეს არის? ერთი ხელისუფლება, 3 ოპოზიცია, ეს არის მაქსიმუმი. ასეთ ვითარებაში და ამ დროს ნაციონალური მოძრაობის ბლოკი ახლა გასაგებია და ვეღარ ექნება 27%, მაგრამ მე მგონია რომ 20%-მდე რეალურად შესაძლებელი ექნებათ მათ, თქვათ აი იმ კვლევით 21 არის, ნახშენ ხო და ამიტომ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მასთან თანაზიარი ხალხი რას აიღებს, თქვა გვარამიაც რას წამოიღებს. ნიკა მელია მუშაობს შვაშისტურ ელექტორატშიც. მე გაგახსენებთ 21 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მესამე ხმა, რაც ნიკა მელია მიიღო, იყო არანაცური ოპოზიციური ხმა. ყველა მესამე და
მოკლედ დაახლოებით ნახევარი არანაცების წავიდა ნიკასთვის ხმისთვისაც, რომ მეორე ნახევარი დაждდა სახლში მეორე ტურში. ამ თვალსაზრისით იმის მიხედვით რამდენად იქნება კომუნიკაბელური ის იმ ადამიანებთან, იმ ჯგუფებთან, რომლებიც აი ამ არანაცური ოპოზიციისთვის არის საკუთარი ორიენტირიც და რომელთანაც თავსებადობა ექნება, ეს მის ამბებს გაზის, ანუ ცალკე ნაციონალური მოძრაობიდან რაღაცა რამდენიმე ათეულათას, არ ვიცი რამდენს, შეიძლება ბევრ ათეულათას ამოიღებს, რა თქმა უნდა, ექმებს დიდ უმრავლესობა, მიშასია. 5 ნომრის არ. მაგრამ კიდე აი ამ შვასისტური ნაწილიდან მათ შეუძლიათ წამოიღოს. სხვებსაც შეუძლიათ რაღაცეები წამოიღონ. მე ყველას უსურვებ წარმატებას. გახარიასაც უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ იმ ველზე, სადაც არის გახარია, რაც უკვე წაართვა და გახარია, როგორც მთავარი საფრთხე და სალომე ზურაბიშვილი, როგორც მთავარი საფრთხე. ბიზინა ივანიშვილმა დღეს მოიხსენია შემთხვევით ქართული ოცნების ამომრჩევლის ხმები მიაქვს არიან და ამიტომ ამ თვალსაზრისით, რა ვიცი, ნაციონალურ მოძრაობას თავისი ბლოკით აქვს როგორც მინიმუმ ოპოზიციაში მხარად იქნებიან, მაგრამ მელიადან დაწყებული გახარიათი დამთავრებული ისეთი კონფიგურაცია უნდა შეიქმნას, რომ მაქსიმუმ 5% იყოს ბარიერს ქვევით ოპოზიციური ხმები. ამის თავარი შიში მაქვს მე, რისკიც დიდია, შანსიც დიდია და წარმატებას გესურვებ გილოცავთ სტაბტექს. მადლობა ბატონი დავით ბერძენიშვილი გვეხმარებოდა ბიზნეს ივანიშვილის დღევანდელი განცხადებების შეფასებებში.